ხარბი ოქრომჭედელი იყო და არა იყო რა. იყო ერთი ღარიბი კაცი. დღე და ღამე მუშაობდა, მაგრამ სიღარიბიდან თავი ვერ დაეხსნა. მემამულის მიწას ამუშავებდა და მის შემოსავალს ბარაკა არ ჰქონდა. მოსავლის ნახევარი მიწის პატრონს მიჰქონდა. ერთ გაზაფხულზე ამ კაცმა შეაბა კავშირი ხარები და შეუდგა ხვნას. შუა დღე გადასული იყო, ცხელოდა. მინდორში ისეთი ბუღი იდგა, ისეთი რომ სულის მოთქმაც კი ჭირდა, მაგრამ კაცი დასვენებას არ ფიქრობდა. უცებ სახნისი რაღაცას მოედო და მიწიდან დიდი ლოდი ამოაგორა. ლოდი ორად გატყდა და მზეზე ბრწყინვა დაიწყო. ღარიბი კაცი შეშინდა, ფარცაკი რამე არ იყოსო. ამოათრია ლოდი, მიწა შემოაცალა და რას ხედავს? ნამდვილი ოქროს ზოდია ორად გატეხილი. შეახვია პერანგში, გაიდო მხარზე და შინისაკენ გასწია. მეორე დღეს ერთი ნატეხი ბაზარში წაიღო და ოქრომჭედელს მიუტანა. ოქრომჭედელმა გაკვირვებისაგან თვალები გადმოკარკლა. მერე საწყალი კაცის მოტყუება მოინდობა. ნატეხი აწონა, 3 ოყა გამოვიდა. ღარიბ კაცს კი უთხრა, ნახევარი ოყაა და ბევრი 100 თუმანი ღირდესო. ღარიბი კაცი არც ისე უწყუო იყო, რომ ოქრომჭედლის ეშმაკობას ვერ მიუხვდარიყო. ნატეხი უკანვე გამოართვა და წამოსვლა დააპირა. ოქრომჭედელი არ მოეშვა, მომყიდე და მომყიდეო, მაგრამ თან ფულის გადახდაც ენანებოდა. ბოლოს ღარიბმა კაცმა ხერხი იხმარა. ოქრომჭედელს უთხრა, მომეცი ხელწერილი, რომ ჩემგან ნახევარი ოყა ოქროს ნატეხი იყიდე. 50 თუმანი დღეს მომეცი, დანარჩენი მერე იყოსო. ოქრომჭედელს სახე გაუნათდა, 50 თუმანი მაშინვე ჩაუთვალა და ხელწერილიც დაუწერა. ღარიბმა კაცმა ხელწერილი და ფული რომ თავისად დაიგულა, დაავლო ხელი ოქროს ნატეხსაც და მოკურცხლა. როცა ოქრომჭედელმა შეატყო საქმე წახდაო, ყვირილი მორთო. ხალხი გაქცეულს დაედევნა და ღარიბი კაცი შეიპყრეს. ადგილზე ბოქაულიც მობრძანდა. გამოიძია, რა თატყდა აყალმაყალი. ოქრომჭედელმა თავისი საჩივარი მოახსენა. ამ კაცმა ოქროს ნატეხი მომყიდა, ფული მივეცი, ოქროს ნატეხი კი უკანვე გაიტაცა და მიმალვას აპირებდაო. ტყუის ოქრომჭედელი, უთხრა ბოქაულს ღარიბმა კაცმა, თავისი ოქროს ნატეხი მაგას ხელში მივეციო. მე როგორ მომცემდა, აგერ თვითონ უჭირავსო, თქვა ოქრომჭედელმა. ოქრომჭედელი ახლაც ტყუის, ეს სხვა ოქროს ნატეხია, მიწის პატრონს უნდა მივართვა. თუ არა გჯერავს, ნახეთ ხელწერილი, მაგას რომ ოქროს ნატეხი მივეცი, ნახევარი ოყა იყო, ეს კი 3 ოყას იწონისო. ბოქაულმა აწონინა ოქროს ნატეხი და მართლაც 3 ოყა გამოვიდა. ხელწერილში კი ნახევარი ოყა ეწერა. ხარბი ოქრომჭედელი გამტყუნდა, ოქროც დაკარგა და ფულიც. მეორე დღეს ღარიბმა კაცმა ოქრომჭედელს თავისი 50 თუმანი უკანვე გაუგზავნა, ხოლო ოქროს ზოდის ნატეხი საკადრის ფასში გაყიდა.